სამოთხე და სასუფეველი არის არა რაღაც საჩუქარი ღმერთისგან, რომელიც ღმერთისგან დამოუკიდებლად არსებობს. აი შენ კარგად მოიქეცი და მე შენ სასუფეველს გაჩუქებ. სასუფეველი კარგია, სამოთხეა, მარადიული ნეტარება და ბედნიერებაა. და ნახეთ რა გამოდის. ჩემთვის მიზანი ხდება სამოთხე და სასუფეველი, რომელსაც ღმერთი მჩუქნის. მაშინ ღმერთი რა გამოდის ჩემთვის? საშუალება მიზნის მისაღწევად. ანუ ჩემს რელიგიურ ცნობიერებაში ყველაზე მაღალია სამოთხე და ღმერთი უბრალოდ კაი ღონიერი ბიძაა, რომელიც მე მჩუქნის ამ სამოთხე სასუფეველს. ანუ ანგარებიანი დამოკიდებულება მაქვს, მინდა არ მინდა, დოქტრინა მთავაზობს ესე და მთელი რიგი რელიგიებია ასეთი. ქრისტიანობა გეუბნება არა, სამოთხე და სასუფეველი თავად ღმერთია, ღმერთმა რაღაცა კი არ უნდა მოგცეს. ღმერთი თავის თავს გაძლევს მთლიანად, უძღებიშვილის იგავშირვა, უფროსის შეუნება. ჩემი ყველაფერი ხო შენია, რა სიტყობ ჩემ? თიკანი მომეციო და გაუკვირდა. რა თიკანი, კაცო? თიკანი კი არა. ყველაფერი რაც ჩემია, ის შენია, გესმით? აი ეს არის. ოღონ აქ არის ერთი პრობლემა, ადამიანებს არ უნდათ ღმერთის რაც არის ყველაფერი თავისთვის. ადამიანებს ხშირად ცხოველური გართობა და სიამოვნება და ეგოიზმის და ინდივიდუალიზმის და სიამაყის და ამპარტავნების დაკმაყოფილება ურჩევნიათ, ვიდრე ღმერთად ყოფნა. რატომ? წეღან თქვი. სიმდაბლის გარეშე ეს არ არსებობს. თავდავლობა არის უმთავრესი თვისება ღმერთის.